დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი სტრასბურგში ევროსაბჭოს შენობაში დებატები საქართველოს შესახებ. რამდენიმე საათში აქ შეიკრიბებიან უკვე საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები, რომლებიც იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მათ აქვთ დებატების გამართვამდე შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შესაბამისად მათ პრინციპში აქვთ უკვე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში და როგორ პოლიტიკას აწარმოებს ქართული ოცნება. ჩვენ გვესაუბრებიან ისინი და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით არიან დაკავებულები იმის გამო, რომ ისინი არ აღიარებენ ქართული ოცნების პარლამენტს და მის მიერ შექმნილ კომისიას და ფიქრობენ, რომ ეს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლა და აფასებენ ამას როგორც სისუსტეს ქართული ოცნების მხრიდან და ამბობენ, რომ ასეთ მეთოდს იყენებს მაშინ ხელისუფალი, როცა ის სუსტია და ის ებრძვის განსხვავებულ აზრს. ისინი იხსენებენ, რომ თავადაც იყვნენ საქართველოში, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდს აკვირდებოდნენ და აშფოთებთ ის, რომ ამ კურსით ვითარდება ახლა ქვეყანაში მოვლენები და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ქართული ხალხის მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან გაძლიერდეს და სწორედ ეს არის მთავარი განმაპირობებელი მიზანი, მიზეზი, რის გამოც დღეს მათ გადაწყვიტეს, რომ დებატები გამართონ და სიტყვით გამოვიდნენ. გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მედიის წინააღმდეგ რეპრესიები არ არის დემოკრატიული სულა და არ არის ის, რასაც ევროპა ელოდება კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნიდან. მდგომარეობა, რაც საქართველოშია, ძალიან გვაშფოთებს. ჩვენ მოვუსმინეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც გვაცნობეს, რომ ის კოლეგები, რომლებიც წინა ჯერზე ევროსაბჭოში ჩამოვიდნენ, მოგვიანებით დააპატიმრეს. ამჟამად კი გვაშფოთებს ის ფაქტიც, რომ შესაძლოა იგივე ბედიელით ამჯერად ჩამოსულებს. იმ ადამიანებს, ვინც საკმარისი სიმამაცე გამოიჩინა და აქ მოვიდა. შიში გვაქვს, რომ დაბრუნებისას ისინი ან ვეღარ დაბრუნდებიან სახლში, ან ციხეში აღმოჩნდებიან. ეს სრულიად მიუღებელია. ეს თვითნებური დაკავებებია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. ახლახანს ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ვიყავი და უნდა გითხრათ, ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი. ეს არის შესანიშნავი ქვეყანა, საოცარი ხალხით და ულამაზესი ბუნებით. ამიტომ გულწრფელად მწარია ის, რაც ახლა ხდება. ადამიანებს იჭერენ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვეს საკუთარი აზრი. ჩემთვის ადამიანების დაპატიმრება სიტყვებისთვის სისუსტის ნიშანია, რადგან თუ ძლიერი ხარ, შეგიძლია გაუძლო დისკუსიას, დიალოგს. ეს ხომ უბრალოდ საუბარია. იმედი მაქვს, რომ საქართველოში მეტი სივრცე გამოჩნდება დიალოგისთვის და ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პოზიციისთვის დააპატიმრეს, გათავისუფლდებიან. როცა ლიდერი ძლიერია, მას არ აშინებს განსხვავებული აზრი. ეს, რასაც საქართველოში ვხედავთ, სუსტი ლიდერობის ნიშანია, რადგან ძლიერი ლიდერი დიალოგს არ გაურბის და ადამიანებს ციხეში არ სვამს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი არ ეთანხმებიან. როცა სახელმწიფოს განვითარება და სიმწიფე მაღალია, დასავლურ ქვეყნებში კი სწორედ ასეა. ეს არის სივრცე განსხვავებული მოსაზრებებისთვის. იქ არ ასამართლებენ და არ აპატიმრებენ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებებისთვის. თუკი ამ განწყობებს დავაკვირდებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გამართული დებატები იქნება საკმაოდ მკაცრი და ხისტი ქართული ოცნების მიმართ. სხვათა შორის ამ დებატებს არ დაესწრებიან ქართული ოცნების დელეგაციიდან წარმომადგენლები, რადგან ქართულმა ოცნებამ თავად თქვა უარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრობაზე და შესაბამისად აქ ვერ ვხედავთ ჩვენ ქართულ ოცნებას, სხვათა შორის ისინიც უსვამენ ხაზს, რომ სწორედ მისი პოლიტიკის გამო ქართულმა ოცნებამ განაპირობა ეს, რომ ისინი არ არიან ამ მსჯელობაში ქართულები. რაც შეეხება დებატებს, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავებებზე იქნება მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთებული, თუმცა ჩვენ ასევე მასთან გვაინტერესებს, თუ რა შეუძლია ევროპას გააკეთოს იმისთვის, რომ გააძლიეროს წნეხი ქართულ ოცნებაზე და გასცეს პასუხი ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას. და ყველა მათგანი, ვისაც ჩვენ ვესაუბრებით 2 დღეა, გვესაუბრებიან სანქციებზე და ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთო გადაწყვეტილების მიღება სანქციებთან დაკავშირებით არ შეუძლია ევროკავშირს ზოგიერთი ქართული ოცნების მეგობარი სახელმწიფოს წინააღმდეგობის გამო, ამის მიუხედავად ეროვნულ დონეზე შეუძლიათ სახელმწიფოებს ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება და სავარაუდოდ დღეს ქვეყნების ევროპული სახელმწიფოების მიმართ გახმოვანდება ეს მოთხოვნაც, რომ სანქციები გაიზარდოს და გაფართოვდეს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიული უფლისგან.
მართლაც საშინელებაა, რაც ახლა საქართველოში ხდება. ჩვენ ვხედავთ პუტინის გრძელ ხელს, რომელიც მოქმედებს ქართული ოცნების საშუალებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული ოპოზიციის მოთხოვნებს, რომლებიც არაერთხელ გაჟღერდა ამ ასამბლეის ფარგლებშიც. საღამოს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. აუცილებლად უნდა დაუჭიროთ მხარი მათ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დემოკრატია არ არსებობს, თუმცა უმცირესობები და ოპოზიციური პარტიები არ არიან პატივცემულნი და სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში. ოპოზიციის შევიწროვება, პარტიის ლიდერების დაბატიმრებები. მე აქვია, რომ მაქსიმუმი გავაკეთო და მათ პატიმრობაში მყოფთა ხმა გავახმოვანო, რომლებიც მხოლოდ სიტყვის თავისუფლებასა და გაერთიანების უფლებას ითხოვენ. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს მთელი ქვეყანას საკუთარ ხელის თითით ატრიალოს და ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. უნდა დავაწესოთ სანქციები ეროვნულ დონეზე და ხმამაღლა ვილაპარაკოთ იმ ზიანზე, რაც მან მიაყენა საქართველოს. ევროსაბჭოში ჩვენ ვეცდებით და ვფიქრობ, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი გაერთიანება ამ მიმართულებით, რომ ხარი დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, რათა დემოკრატიამ ამ ქვეყანაში ისევ იფუნქციონიროს. მეგვაჩნია, რომ პარალელურად საჭიროა იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ამ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი, ინდივიდუალური სანქციების დაწესება. ეს საკითხიც უნდა განვიხილოთ ევროსაბჭოში. ევროპელი პოლიტიკოსები დებატების დაწყებამდე ხვდებიან სტრასბურგში მყოფ ქართველ პოლიტიკოსებს, აქ არიან დემოკრატიული ძალების, ოპოზიციური წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიებიდან. სხვათა შორის ევროპელი პოლიტიკოსები ასევე ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათაც ჰქონდათ იმ პოლიტიკოსებთან შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ, ვინც ახლა არიან საპატიმროში და შესაბამისად არიან გაკვირვებულები და არ გამორიცხავენ, რომ ის პოლიტიკოსები რომლებიც ახლა სტრასბურგში არიან, სამომავლოდ ისინიც აღმოჩნდნენ საპატიმროში, რადგან ხედავენ ტენდენციას თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი. ასევე მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინაც ევროსაბჭოში, აქ ტაშით და ოვაციებით მიიღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც სიტყვით გამოსვლაც ჰქონდა ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში და შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. მოკლედ აქტიური დღეებია სტრასბურგში ევროსაბჭოს შენობაში და ჩვენ ახლა ჩვენი ინტერესი არის თუ რა სიგნალი იქნება უკვე საღამოს დღის მეორე ნახევარში თბილისის დროით 8 საათზე, როცა დებატები დაიწყება საქართველოს შესახებ.